პოლონეთის ქალაქ ბიელსკო-ბიალში ძიუდოში გამართულ ევროპის თასზე კადეტთა შორის 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში გორელმა ზურაბ გორგაძემ ბრინჯაოს медаლი მოიპოვა. საინტერესო შეჯიბრებაზე მან 5 შეხვედრა მოიგო, 1 კი დათმო. მისთვის წელს ეს მეორე медаლია ევროპის თასზე. პირველად მან თბილისში აპრილში გამართული ევროპის თასი ბრინჯაოს медლით დაასრულა. გორგაძე გორის გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია. პოლონეთის ქალაქ ბიელსკო-ბიალში ჩატარდა ევროპის თასის ჭაბუკებს შორის უიასპარეს 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩავატარე 7 შეხვედრა. გამოვარჩევდი მესამე ადგილის შეხვედრას, მსოფლიოს და ევროპის პრიზი 2 იყო და საკმაოდ რთული შეხვედრა გამოდგა, მაგრამ თავდაუზოგავი შრომით შევძელი და ეს медаლი მოვიპოვე. შემდეგი ტურნირებისთვის დავიწყე უკვე მზადება და რომელ ტურნირზეც ნაკრები მომცემ შანსს, იმ ტურნირს გამოვიყენებ მაქსიმალურად. პოლონეთში ჩატარდა ევროპის თასი, სადაც ზურაბ გორგაძემ მიიღო მონაწილეობა და დაიკავა მესამე ადგილი. ამით გადაწყდა, რომ იჭიდავებს ევროპის ჩემპიონატს და სველოდებით კაც შედეგს. რა თქმა უნდა, ოქროს სველოდებით. რაც შეეხება ზურას, ძალიან პერსპექტიული ბიჭია და შეუძლია დიდი სპორტი იჭიდაოს.